მოგესალმებით. დღეს განვიხილავთ გალაქტიონ დაბის სიგნებზე მინაწერების შესახებ ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევებს. შოთა რუსაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში ახალი ტექნოლოგიური კვლევები გალაქტიონ დაბის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანი. ლიტერატურის მუზეუმსა და ჩვენი ქვეყნის სხვა სასწავლებლებში დასულ არქივთა შორის მოცულობითა და მრავალფეროვნებით გალაქტიონ დაბის არქივი გამოირჩევა. 2005-2008 წლებში მუზეუმმა დაბის და გალაქტიონ დაბის საარქივო 25 ტომეული, რომელშიც თავმოყრილია ლექსები და პოემები, პროზაული ტექსტები, ლიტერატურული ესკიზები, დღიურები, ცალკეული ჩანაწერები, პირადი ოფიციალური მიმოწერა, ჩანახატები და ფოტოები. 2012 წელს მუზეუმსა და სხვა არქივებში არსებული ავტოგრაფების, ნაბეჭდი წყაროებისა და არტეფაქტების გამოყენებით შეიქმნა გალაქტიონ დაბის ვeb-გვერდი. კვლევის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ციფრული ვერსიების შექმნა, რომლის საშუალებითაც მოხერხდა ავტოგრაფების თითქმის სრულყოფილად ამოკითხვა, მრავალი ტექსტის დათარიღება, უცნობი მასალის გამოვლენა ვებ-გვერდზე მუშაობამ და კორპუსულმა კვლევამ ცხადყო, რომ პოეტის არქივში არსებობს დღემდე გამოუქვეყნებელი ტექსტები. ამჯერად ვისაუბრებთ იმ ჩანაწერების შესახებ, რომლებიც ლიტერატურის მუზეუმსა და ჭყვიში გალაქტიონ დაბის სახლ-მუზეუმში დაცულმა წიგნებმა შემოგვინახა. დღემდე უცნობია გალაქტიონის გამოცემებში არსებული ჩანაწერების ტექსტებზე მინაწერები, წერის თანადროულ ლიტერატურულ პროცესებსა და ზოგადად ხელოვნებაზე. ირაკლი აბაშიძის ლექსების 1951 წლის გამოცემაში ლექსი ავტოდედმანისი მიწერილი აქვს ერთ-ერთ გამოფენაზე იოსებ შარლემანის ნახატის აწყური ნახვით გამოწვეული აღტაცება და ნახატს იდეით უკავშირებს თავის ლექსებს ავტომობილი და ურემი და ვენეციის ხიდი. წიგნების გვერდებზე მინაწერაში ხვდებით პოეტის თარგმანებს, სხვა ავტორების ნაწარმოებების შინაარსთა თუ პერსონაჟებით გამოწვეულ მოგონებებს. პოლი იოზეფოვის მოთხრობის მღერის ისაკო წაკითხვის შემდეგ იხსენებს, რომ კარგად იცნობდა ისაკოს, რომელიც ქალაქის სახმართველობაში მუშაობდა და შიომღვიმეს ძალიან ეხმარებოდა. ინიშნავს, რომ მათთან ერთად მოთხრობაში ნახსენებ ისტორიულ აირაზეც უფეიქცია. ხშირად აქვს შენიშვნები ამა თუ იმ ავტორის, გიორგი ლეონიძის, სიმონ ჩიქოვანის, ხარიტონ ვარდაშვილის, იოსებ მინაშვილის, ხუდა ბერულავას, ილია მეგრელის და სხვათა ნაწარმოებებზე. მაგალითისთვის, სანდრო ეურის თხზულებებზე 1957 წელს დაბეჭდილი ლექსის მრავალშემოს ჟამიერ ბოლო ორ სტრიქონზე მას ჭექოთ ყველა, მაღალ ხმით მრავალ ჟამიერ პოეტს მიუწერია. აქ მგონია განმეორება, სიტყვა ჭექოთ გულისხმობს მაღალ ხმას. მაღალი ხმით სიმღერას ხმა დაბალი ჭექა გაგონილა? ზედმეტია აგრეთვე სიტყვა ყველა. საყურადღებოა ბიბლიოგრაფიული ხასიათის ჩანიშვნების იმის შესახებ, თუ სად და როდის გამოქვეყნდა პოეტის ნაწარმოებები, რომელ წელს, რომელ ლიტერატურულ საღამოზე და ვის მიერ იქნა წაკითხული ესა თუ ის ლექსი. მაგალითისთვის, 1957 წელს გამოცემულ თხზულებათა მეოთხე ტომში ლექსზე ჰე მამულო მიუწერია. წაიკითხა მოსკოვში კაჩალოვმა 1954 წელს. მოინახოს კაჩალოვის სურათი, მუსიკა არაღიშვილისგან. ლექსზე თასი ამ ლექსს შესანიშნავად კითხულობდა პიერ კობახიძე, სახალხო არტისტი, ნათარგმნია რუსულად შერვისკის მიერ. ლექსზე მიაგდებს მერანს მხედარი დაიბაჭდა იუბილეის დღეს 1942 წლის წაიკითხა შალვა დადიანმა. ცნობილია, რომ გალაქტიონის წუბის სიგნაკებსა და დღიურებში უხვად გვხვდება რითმების ჩამონათვალი, მათ შორის აღსანიშნავია რვეული წარწერით გნოლმელი ერთი, რითმების რვეული, ხან ქვიშა, ხან ოქრო რვეული,
რომანტიკოსთა სკოლის პირველი კლასის მოსწავლე გალაკტიონ ტაბიძე. 1953 წელი სუხუმი ღამის 3-ის ნახევარია. სასტუმრო აფხაზეთი. ბევრად უფრო ადრე 1920 წელს გამოცემულ შალვა ამირეჯიბის კრებულში მინანქრები გალაკტიონ თითქმის ყოველ გვერდზე ლექსების სიტყვებს უსადაგებს თავის რითმებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი და მრავალწლს გამოცემული ავტორის წიგნებში მინაწერების უმრავლესობა გამოუკვლებელი და შესაბამისად გამოუკვლეველია. 25 ტომეულში არ დაბეჭდი, რომ ლიტერატურის მუზეუმში დაცული პოეტის პირადი ბიბლიოთეკის 100 წიგნზე არსებული ჩანაწერები და შენიშვნები. მკვლევართათვის მით უფრო ხელმიუწვდომელია ჭვიში გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში დაცული 60 გამოცემის მინაწერი. ეს წყაროები უაღრესად მნიშვნელოვანია მწერლის ბიოგრაფიისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის შესასწავლად. ან აქამდე არსებული ინფორმაციების დასასუსტებლად. ლიტერატურის მუზეუმში გალაკტიონის პირად ბიბლიოთეკაში დაცული ჟურნალის ჯეჯილი 1907 წლის სექტემბრის ნომერში გვხვდება 1908 წელს ხალხურ კიბოზე ჩამაიარა სიკვდილმა დაწერილი პოეტის დღემდე უცნობი ლექსი ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით. სიკვდილმა ჩამოიარა ჩამორებითა გველური, წიწამურს ამოეფარა განზრახვებითა ველურით, მთებით დააწრა არწივი, სადაც არაფრის ჩრდილია, ვერ გაგიგია სიკვდილო, უკვდავი არის ილია. წიგნებში არსებული მცირე მინიშნებებით ვრცელი ჩანაწერებით ვეცნობით პოეტის შემოქმედებით ლაბორატორიას, ნაწარმოებების შექმნის პროცესს, წერის მანერასა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს. 1940 წლით დათარიღებული უსათაურო ლექსის მახსოვს, როცა მხატვრებს ხინი ჰქონდა გამოსათხოვარი, პირველი ვარიანტის 2 სტროფი გალაკტიონს მიწერილი აქვს ალექსანდრე მიქაბერიძის მიერ ნათარგმნი და 1927 წელს გამოცემული ჰომეროსის პოემის ოდისეა ერთ-ერთ თავზე მათხოვარი ირისი. იქვე ჩადებულია ფურცელი, რომელზეც მიწერილია ლექსის შემდეგი 2 სტროფი. ლექსი პირველად დაიბეჭდა 1966 წელს პოეტის გარდაცვალების შემდეგ. ცხურლებათა აკადემიური გამოცემის 12 ტომეულის მეოთხე ტომში მუზეუმში დაცული ავტორის მიერ ნასწორები ნაბიჯ წყაროს მიხედვით წიგნში ჩაწერილი ლექსის სავარაუდოდ პირველი ვარიანტი მკვეთრად განსხვავდება ბეჭდული ვარიანტისგან და მხოლოდ ერთი სტროფია თანხმდება. შესაბამისად, შეიძლება განსხვავებულ რედაქციად ან დამოუკიდებლად ლექსად მივიჩნიოთ. აღსანიშნავია მარიეტა შაგინიანის 1909 წელს გამოცემული წიგნის პირველი შეხვედრები ლექსების ტაეპებზე მიწერილი გალაკტიონის სიტყვასიტყვით თარგმანები. მინაწერების მიხედვით თვალსაჩინო ხდება, რომ მარიეტა შაგინიანის 4 ლექსის სხვადასხვა სტილქონისა და პოეტური სახეების გავლენით დაიწერა ავტორის მიერ 1917 წლის დათარიღებული ლექსი. რა საჭიროა სიტყვები მჯერა, ასეთივე შემთხვევაა მარიეტა შაგინიანის ლექსი გალკა და გალაკტიონის ლექსი ყორანის სრემლები. ლექსი მწერლობებზე გალაკტიონს ჩაწერილი აქვს 1953 წელს რუსულად გამოცემულ წიგნში „ქართველი ხალხის გმირის შვილები“, რომელიც ჭყვიშის სახლ-მუზეუმშია დაცული. ჩანაწერები გვამცნობს, რომ ლექსის დაწერა განაპირობა კონსტანტინე ლორთქიფანიძის სტატიის „აკაკი ლობაქის გმირობის შესახებ“, რომლის რაზმი მტერს კავკასიის კლდეებზე შეებრძოლა და არახელსაყრელი პირობების მიუხედავად გერმანელები უკუაქცია.
ავტოგრაფი ასევე ამყარებს ლექსის პირველი პუბლიკაციის მიხედვით მიცემულ პირობით თარიღს 1953 წელს. ლექსი სიმფონია ფესვების ყველა გამოცემაში შეტანილია ნაბიჯ წყაროს მიხედვით, რადგან ავტოგრაფი მიკვლეული არ იყო. ავტოგრაფის შემოგვინახა ჭყვიში დაცულმა რუსულმა წიგნმა დიდი სამშობლოს მწერალი პატრიოტები ტურგენევი. გამოცემა აზუსტებს ლექსის თარიღსაც 1953 წელს, რომელიც პირველი პუბლიკაციის მიხედვით არის დადგენილი, რადგან დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის 1954 წლის კრებულში „ოქრო აჭარის ლაშქარში“ და სავარაუდოდ მიიჩნეოდა, რომ მანამდე უნდა დაწერილიყო, რადგან ავტოგრაფი ამ წიგნში აღმოჩნდა. ფიქრობ, ლექსი ამ წელს უნდა იყოს დაწერილი, მით უფრო, რომ „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“ სტამბას გადაეცა 1954 წლის ბოლოს 7 ოქტომბერს. წიგნების მინაწერებში პოეტი ხშირად საუბრობს თავის შემოქმედების გავლენის შესახებ სხვა პოეტების ნაწარმოებებზე. ამ მხრივ საინტერესოა ჭყვიში სახლ-მუზეუმში დაცული კომენტარი 1936 წელს გამოცემულ ალექსანდრე პუშკინის ლექსებზე, რომლებიც ქართულად პავლო იაშონა თარგმნა და პაულოს სიცოცხლეში დაბეჭდილი მისი ერთადერთი წიგნია. გალაკტიონს 1940 წელს ამ წიგნში მიუწერია. ამ თარგმანში თარგმნილების უნებურად რა საკვირველია უხვადაა გამოყენებული. ჩემი რითმების თითქმის ყველა 54 ლექსი, ჩემი ლექსების წყობა ყველა ლექსებში, ჩემი საერთო პოეტური პათოსი ყველა ლექსებში, მე განგებ ვამბობ. თარგმნილის უნებურად ვინაიდან თარგმნელი ვერ აქციის ვერ ახერხებს, მოიცილოს მთელი ბუნება ჩემი პოეზიის, ისეთია ძალა ამ პოეზიის, ისე იჟღინთება მისი თითოეული ლექსი. ისე გამჯდარი აქვს ძვალბიშნი მთელი სიძლიერე ჩემი პოეზიის. იგი რა თქმა უნდა დიდი სიხარულით აუვლიდა გვერდს ამ გავლენას, მაგრამ ეს მოუხერხებელია. ეს იქნებოდა სიზიფის შრომა, თარგმანი კი დაჰყარდა ყველაფერს. ამრიგად, უცნობი ხელნაწერი წყაროების მიკვლევა და ხელმისაწვდომობა ათწლედნოებისა და ტექნოლოგიური მეცნიერებისთვის ძალიან აქტუალური საკითხი. ამ ტექსტების გამოქვეყნება შემდეგი კვლევებისთვის საყრდენია ატრიბუციის, ავთენტური ტექსტების დადგენის, დათარიღების, პირთა იდენტიფიცირების თვალსაზრისით და საშუალებას იძლევა სათანადოდ იქნას გააზრებული მწერლის ბიოგრაფიისა და მისი შემოქმედების მნიშვნელობა როგორც თანადროულ, ისე მომდევნო პერიოდის ლიტერატურულ თუ საზოგადოებრივ განმავლობაში. მადლობთ ყურადღებისთვის.